სეზონის დასაწყისში ივარაუდებდით, რომ ლივერპული ასეთი დომინანტური იქნებოდა. რონალდოზე რა სიტყვით? გაზეთებს თუ დაუჯერებთ, მადრიდის რეალი 27 სხვადასხვა მოთამაშის ყიდვას გეგმავს. როგორ შეაფასებდით თითოეული გუნდის შანსებს და როგორ თამაშს ელით მათგან? დიახ, კვარაცხელია სტილი ჩემსას გავს. სტივ, მიხარია თქვენთან შეხვედრა და საუბარი. პირდაპირ ლივერპულის სატიტულო სეზონით დავიწყოთ. როგორ ფიქრობთ, რა იყო წლევანდელი ჩემპიონობის გადამწყვეტი ფაქტორი? ფიქრობ ახალ მწვრთნელს ალექსანდერს ახალი იდეები გააჩნდა და გუნდმაც ძალიან კარგად ითამაშა. მთელი წელი სტაბილურად ასპარეზობდნენ. კარგად გაანაწილეს შემადგენლობა ტრამვების გათვალისწინებით. მთელ შემადგენლობასა და საწყის 11-ულში კი დიდი თავდაჯერება იგრძნობოდა. სადაც არ უნდა ეთამაშათ, გრძნობდნენ, რომ შეუჩერებლები იყვნენ იმ მომენტში და ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებდნენ. თუმცა იფსვიჩის წინააღმდეგ სეზონის პირველ მატჩს თუ გავიხსენებთ, იმდენად თავდაჯერებულად გაიმარჯვეს, რომ უკვე იგრძნობოდა წელს მათ რაღაც დიდის მიღწევა შეეძლოთ. სეზონის დასაწყისში ივარაუდებდით, რომ ლივერპული ასეთი დომინანტური იქნებოდა, მით უმეტეს სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მათი პასიურობის გათვალისწინებით. დომინაციას ნამდვილად ვერ ვივარაუდებ. ველოდი რომ იქნებოდნენ კონკურენტუნარიანები. მაგრამ ნამდვილად არ ველოდი რომ თავიდანვე ასეთი თავდაჯერებულები იქნებოდნენ და ჩემპიონატს ამგვარად მოიგებდნენ. ვხვლიდი რომ არნე სლოტს ძალიან კარგი მდგომარეობა ხვდებოდა, რადგან იურგენ კლოპმა დიდებული მოთამაშეები დატოვა. თუმცა ასეთ დომინაციას არ ველოდი. სანამ ლივერპული ბრწყინავდა, თქვენი ყოფილი გუნდები მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალი ამ სეზონში არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. როგორ ფიქრობთ, ძირითადად რამ განაპირობა მათი პრობლემები? ფიქრობ, მანჩესტერ სიტიმ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე დაკარგა. როდრი მათ პრაქტიკულად ვერ დაეხმარა. არადა ის ამ გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. გასაგებია, რომ საუბრობთ მხოლოდ ერთ მოთამაშეზე. მაგრამ ამ გუნდისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას დაემატა სხვა მოთამაშეების ტრავმებიც და ასაკი, რამაც თავისი წვლილი შეიტანა. ამიტომაც მიმართეს გადახალისებას. რაც შეეხება მადრიდს, რაღაც მხრივ მათაც მსგავსი პრობლემები შეექმნათ. ერთი წლით გამოაკლდათ დანი კარვახალი. იგივე ითქმის ედერ მილიტაოზეც. ძალიან დიდხანს ვერ მომჯობინდა დავიდ ალაბა. საზარელი ტრავმები ჰქონდა ფერლან მენდისაც, რომელსაც თითქმის მთელი სეზონი გაუწდა და აგრეთვე დაკარგეს ტონი კროუსი. შესაბამისად, რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ ვეღარ იყვნენ ისინი წარმატებულები როგორც მანამდე. თუმცა ველი რომ მომდევნო წელს ეს ყველაფერი შეიცვალა. რადგან მადრიდის რეალი ზაფხულში შემადგენლობას საგრძნობლად გააძლიერებს და ველი რომ მომდევნო წელს უფრო ძლიერები დაბრუნდებიან. გავიხსენოთ თქვენ მიერ გატანილი გამორჩეული გოლიც, რის შემდეგაც გახდით პირველი ინგლისელი, ვინც საზღვარგარეთული გუნდით ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შეიძლება ითქვას, რომ პარიზში მიღწეულმა ამ შედეგმა მადრიდის რეალში თქვენი გადასვლა გაამართლა? ფიქრობ, რომ გაამართლა ყველა იმ ადამიანის თვალში, ვინც ამ ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა მე მათ არ მივეკუთვნებოდი. ალექსანდრე, მარტივია ზედაპირულად საუბარი, მაგრამ მე ყოველთვის სწორ დროს ვტოვებდი კლუბს, რადგან დამოკიდებული ვიყავი პირად შეგრძნებებსა და პირად ცხოვრებაზე. ცვლილება მჭირდებოდა და ამიტომაც გადავდიოდი. ამის შემდეგ მიღწეულმა წარმატებამ ეს ტრანსფერი სხვა ადამიანთა თვალში გაამართლა, მაგრამ წარმატებულიც რომ არ ყოფილიყავი, მე მაინც ყოველთვის ამ გადაწყვეტილების ერთგული დავრჩებოდი. რადგან უნდა გამეგო როგორი იქნებოდა ეს და ვფიქრობ გადასვლა იდეალურ დროს მოახერხე. არც დაოჯახებული ვიყავი და არც სკოლის ასაკის შვილები მყავდა, რომლების ერთი ქვეყნის სკოლიდან გამოყვანა და მეორე ქვეყნის სკოლაში შეყვანა მომიხდებოდა. ამიტომ დრო იდეალურად შევარჩიე მიუხედავად იმისა, ეს საბოლოოდ წარმატებული გამოდგებოდა თუ არა. ცხადია, როდესაც წარმატებას აღწევ, ასეთი ცვლილებები ყოველთვის უფრო მარტივად აღიქმება. ლივერპულში თქვენ საწყის წლებს რომ დაუბრუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მხარდაჭერა, რომელსაც გრძნობდით უფროსი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისგან და რამდენად მოგეხმარათ ეს გარემო თქვენი, როგორც ახალგაზრდა ტალანტის ჩამოყალიბებაში? აბსოლუტურად ასე იყო. მე ლივერპულის დიდებულ გუნდებთან ერთად ვითამაშე. იქ ირიცხებოდნენ ჯონ ბარნსი, იან რაში, პიტერ ბერცლი. 16-17 წლის ასაკში მე მათგან უამრავი რამ ვისწავლე. ისინი საუკეთესოები იყვნენ და ძალიან მეხმარებოდნენ. ბრწყინვალე კომაგები გყავდა, რომლებიც გულშემატკივრობდნენ წარმატებულ გუნდს და ძალიან ვამაყობდი იმით, რომ ადგილობრივ კლუბში ვირიცხებოდი. ლივერპულის და ევერტონის სტადიონებიდან 10 წუთის სავალზე დავიბადე. შესაბამისად, მათ კარგად იცოდნენ, რა ცხოვრება გამოვიარე.
როგორ მივედი იქამდე, სადაც მივედი. და ვფიქრობ, ამას აფასებდნენ. როდესაც საუკეთესოებისგან სწავლობ, ეს ძალიან გეხმარება. შემდეგი კი უკვე შენზეა დამოკიდებული. იდიოტად ჩამოყალიბდები თუ თავაზიან ადამიანად და შეეცდები, რომ შენც მიეხმარო ახალგაზრდებს და არ იქედმაღლა. ასე რომ, დიახ, ისინი ძალიან დამეხმარნენ. თქვენ ნაწილობრივ ახსენეთ ის ძველი ლეგენდები, რომლებსაც ლივერპულში შეხვდით და სადღაც წამიკითხავს, რომ თქვენი მენტორი ჯონ ბარნსი იყო და მან თავისი ფრთის ქვეშ შეგიფარეთ. თქვენი აზრით, აკადემიის აღზრდილთათვის მსგავსი მხარდაჭერის შეთავაზების ტრადიცია ლივერპულის ქვაკუთხედს წარმოადგენს? ჩემი აზრით ასეა. თუმცა ამჟამად ეს იშვიათად ხდება, რადგან ლივერპულში წესების ჩათვლით ბევრი რაღაც შეიცვალა. როდესაც სკოლა დავტოვე და შეგირდი გავხდი, ჯონ ბარნსისა და ბრიუს გრობელაარის ბუცებს წმენდი. მათი აღჭურვილობა უნდა გამესუფთავებინა და გამოსაყენებლად ვარგისი უნდა გამეხადა. ჯონ ბარნსი ყველაზე შთამბეჭდავ ფეხბურთელად მიმაჩნდა და სწორედ ამიტომ ცდილობდი, რომ მისგან მაქსიმალურად ბევრი რაღაც მესწავლა. ჩემსა და ბარნს შორის კავშირი სწორედ აქედან მოდის. აკადემიის მოთამაშეები ახლა ამას აღარ აკეთებენ, თუმცა იმავე სივრცეში იმყოფებიან, სადაც ძირითადი გუნდის ფეხბურთელები. შესაბამისად, თუ საკმარისად კარგი არ ხარ, არსებობს შანსი, რომ არნე სლოტმა 21 წლამდელთა გუნდიდან გამოგიძახოს. რამდენადაც აკადემიაში ვმუშაობ, დანამდვილებით ვიცი, რომ ყოველ პარასკევს უქმეების დაწყებამდე 21 წლამდელები ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და მათთვის წინააღმდეგობის შექმნას ცდილობენ. ძირითად გუნდთან მათ ხშირი გადაკვეთა აქვთ და ლივერპული ინგლისის ჩემპიონი რომ გახდა, ეს გამოცდილება 21 წლამდელებსაც და მათზე უფრო ახალგაზრდებსაც გადაეცემათ. 21 წლამდელებს ვამბობ, თუმცა ჩვეულებრივ ეს მოთამაშეები 18, 19, 20 წლისანი არიან. ისინი მოსალაჰთან ერთად ითამაშებენ და საკუთარ თავს მოსალაჰისა და ვირჯილ ვან დაიკის წინააღმდეგ თითქმის ყოველდღიურად გამოცდიან. ისინი ერთსა და იმავე შენობაში იმყოფებიან. ერთმანეთთან ხშირად გადაიკვეთებიან და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. არსებობს ცნობები, რომ მადრიდის რეალში გადასვლამდე ბარსელონას რიგებში ჩარიცხვასთან ძალიან ახლოს იყავით. სიმართლეა, რომ მათ თქვენსა და რივალდოს შორის უნდა აერჩიათ და საბოლოოდ ბრაზილიელი არჩიეს? არა, ეს ტყუილია. ლივერპულმა ჩემთან დაკავშირებული შეთავაზება ისე მიიღო, რომ არაფერი ვიცოდი და ძალიან ბედნიერები იყვნენ იმ თანხის გამო, რომელიც ჩემს ნაცვლად მიიღეს. მე და ჩემი წარმომადგენელი ბარსელონას ტელეფონით ვესაუბრეთ, თუმცა ვიცოდით, რომ არაფერი გამოვიდოდა. საბოლოოდ მათ რივალდო სხვა ესპანური კლუბიდან გადაიბირეს. როდესაც თქვენ მადრიდის რეალს შეუერთდით, გალაქტიკოს ეპოქა ჯერ არ იყო დამდგარი და კლუბს რთული პერიოდი ჰქონდა. რაც თქვენ უკვე ახსენეთ. ბრაზილიაში საკონტინენტთაშორისო თასი თამაშდებოდა, თქვენი პირველი შთაბეჭდილება და გამოცდილება მადრიდში როგორი იყო? სიმართლე რომ გითხრათ, პირველი შთაბეჭდილება ძალიან დადებითი გახლდათ. ბევრი რაღაც მქონდა გაგონილი. როდესაც მადრიდს უტიტულო სეზონი აქვს, რაც ჩემს გადმოსვლამდე წინა სეზონში მოხდა, სიტუაცია ძალიან ქაოსური ხდება. ზაფხულში გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა და მნიშვნელოვანმა ფიგურამ დატოვა. როგორც მახსოვს, პრედრაგ მიატოვიჩი, დავორ შუკერი და კრისტიან პანუჩი, რომლებიც გასახდელში გამორჩეული ინდივიდები იყვნენ, კლუბს დაემშვიდობდნენ. ამასთანავე გუნდს ახალი სახეები შემოუერთდნენ. თუმცა, როგორც კი სეზონი დაიწყო, ყველაფერი მშვენივრად წარიმართა. გასახდელი ძალიან მეგობრული გახლდათ. შესაძლოა, იმიტომ ვთვლიდი გასახდელში არსებულ გარემოს მეგობრულად, რომ ენა არ ვიცოდი. თავიდანვე ყველაფერი კარგად. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მადრიდში წელსაც იგივე მოხდება. ფეხბურთელები კლუბს დატოვებენ. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შემადგენლობას ახალი მოთამაშეები დაემატებიან. როდესაც ისინი ლა ლიგას ან ჩემპიონთა ლიგის მსგავს მნიშვნელოვან ტიტულს ვერ იგებენ, ჩვეულებრივ ახალ ფეხბურთელებს ყიდულობენ. სწორედ ამიტომ ჩემი აზრით ყველა ელოდება, რომ მადრიდს მნიშვნელოვანი და დატვირთული ზაფხული ექნება. 2000 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა და ლუიშ ფიგუს შეძენით გალაქტიკოს ერა დაიწყო. რა გავლენა მოახდინა ამ დრამატულმა ცვლილებებმა თქვენზე და მთლიანად გასახდელზე? ყველაფერი კარგად იყო, რადგან წინა წელს 4-5 ფეხბურთელი დავიმატეთ. ფლორენტინოს პრეზიდენტად არჩევა ყველასთვის სიურპრიზს წარმოადგენდა. რადგან ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ ფლორენტინოს არჩევის შემთხვევაში გუნდს ლუიშ ფიგუ შემოუერთდებოდა. და ამის არავის სჯეროდა, რადგან წარმოუდგენელი იყო, რომ ლუიში ბარსელონადან რეალში გადასულიყო.
ყველა ვინც ამ სიტუაციას იცნობდა, ამბობდა რომ ეს არ მოხდებოდა. გამორიცხული იყო რომ ეს მომხდარიყო. თუმცა ეს რომ მოხდა შესანიშნავი გახლდათ. ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვიყავით. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ და გასახდელში დიდებული ატმოსფერო შეიქმნა. ლუიში ჩინებული ბიჭი გახდა. ის ჯენტლმენი იყო და მისი მხრიდან არავითარი პრობლემა არ შექმნილა. ანალოგიურად არავითარი პრობლემა არ შექმნილა, როდესაც მომდევნო წელს ზიზუ შემოგვიერთდა. ის ჩუმი და თავმდაბალი იყო და ესპანური არ იცოდა. თუმცა ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, რომელმაც გუნდი გააუმჯობესა. გასახდელში პრობლემა არასოდეს შექმნილა. ჩემი აზრით, ბარსელონასა და მადრიდის რეალის ისტორიის გათვალისწინებით, ხმაურს პრესა ქმნიდა. furore away, outside with the press because of course, the Barcelona and Real Madrid story. რონალდოზე რა სიტყვით? ის გუნდს 2002 წელს შეუერთდა და მას შემდეგ თქვენ კიდევ ერთი წელიწადი გაატარეთ. რა შეიძლება ვთქვა? ის ფენომენი იყო. საშინელი ტრავმები აწუხებდა, თუმცა საოცარი მოთამაშე გახლდათ და ბრწყინვალე ხასიათი ჰქონდა. ჩემთან ახლოს ცხოვრობდა და ერთად დროს სასიამოვნოდ ვატარებდით. მუხლის ორი უმძიმესი ტრავმის მიუხედავად ის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რამდენად დიდებული იქნებოდა ტრავმების კუთხით უფრო მეტად რომ გამართლებოდა. თქვენ ცოტა ხნის განმავლობაში თამაშობთ ფეხბურთელთან ერთად, რომელიც მე ძალიან მიყვარს, თუმცა ახალგაზრდა მაყურებელი მას ნაკლებად იცნობს. ფერნანდო რედონდოზე ვსაუბრობ. ფერნანდო, დიახ. რა გავლენას ახდენდა მისი სტილი გუნდზე და რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის მადრიდულ ფაზლში? როდესაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, იმ წელს ის ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეს აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის. ის მაღალი და ათლეტური გახლდათ და ბურთით ელეგანტურად მოძრაობდა. როგორც იცით, ის არგენტინელი იყო და ბრწყინვალე თანაგუნდელი გახლდათ. ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც მან კლუბი დატოვა. ფლორენტინომ და კლუბმა მას წასვლა აიძულეს და ფაქტობრივად კარიდან გააგდეს. მაშინ, როდესაც მას გუნდში კიდევ მრავალი წელი უნდა გაეტარებინა. მილანში ასპარეზობის დაწყებამდე მან საშინელი ტრავმა მიიღო და შემდეგაც ტრავმები ხშირად აწუხებდა. როდესაც მადრიდში ჩავდივარ, მას ხშირად ვნახულობ. ის მადრიდის ლეგენდების რიგებში თამაშობს. მასთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა და ის თამბეჭდავი ფეხბურთელი იყო. ზოგჯერ ტრავმა დიდი ხნით უქმობას გაიძულებს და შენ ყურადღების ცენტრში აღარ ხარ, რადგან მუდმივად ტრავმებისგან იტანჯები. მას მადრიდში უფრო მეტი დრო უნდა გაეტარებინა და არ მომეწონა თუ როგორ გააგდეს ის გუნდიდან. I didn't like the way he was forced out. 2002 წელს თქვენ ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგეთ და ფინალისკენ მიმავალ გზაზე კამპ ნოუზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანეთ. მიუხედავად ამისა, 2002 წელს სოფლიოს ჩემპიონატისთვის ეროვნულ ნაკრებში არ გამოგიძახეს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სეზონი გქონდათ. იმ მომენტში, როდესაც კამპ ნოუზე თამაშობდით და გოლი გაიტანეთ, ფიქრობდით, რომ შეიძლებოდა ეროვნულ ნაკრებში არ მიეწვიეთ? Was it an option for you to stay out? არა, მე თამაში მინდოდა. როდესაც შაბათს ჩემპიონთა ლიგის თასს აღმართავ და 3-4 დღის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში არ გიძახებენ, სასაცილოა. თუმცა რაც მოხდა, მოხდა. არავის მიმართ წყენას არ ვინახავ. სამწუხაროდ, სვენ იორან ერიქსონი ჩვენთან ერთად აღარაა. შენ გსურს, რომ იმდენად ბევრი მატჩი ჩაატარო შენი ქვეყნისთვის, რამდენადაც შესაძლებელი. მე ესპანეთში ვასპარეზობდი და როგორც მახსოვს, იმ პერიოდში უცხოეთში მხოლოდ მე ვთამაშობ. არ ვიცი, რამდენ შეხვედრას უყურეს მაშინ. ამჟამად ყველა მატჩს ტელევიზიაში აჩვენებენ. 2002 წელს რა ხდებოდა არ ვიცი, თუმცა არ ამირჩიეს. ამის შესახებ ტელეფონით შემატყობინეს, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ გახლდათ. ეს ხმოვანი შეტყობინება იყო. ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. ვიცი თუ როგორ მუშაობს ფეხბურთი. კორეა-იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სიამოვნებით ვითამაშებდი. თუმცა ასე არ მოხდა. ბოლო შეკითხვის დროს დადგა, როდესაც დღევანდელ ფეხბურთელებს უყურებთ, რომელიმე სათამაშო სტილი თქვენსას ხომ არ გახსენებთ? უნდა დავფიქრდე. მე ოპონენტებთან დაპირისპირება მომწონს. საკმაოდ მკვირცხლად დავბოდი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი არ ვიყავი. ნებისმიერი ვინც ცდილობს, რომ ამაღელებლად ითამაშოს, პოზიციური იყოს, მეტოქეებს შეუტიოს, დრიბლინგის სადოს და ასე შემდეგ. Positive, who tries to run at players, who tries to dribble past players, who tries to... Maybe I have an idea. ერთი იდეა მაქვს.
Another Georgian. ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელი. დიახ, კვარაცხელიას სტილი ჩემსას გავს. მას ჩემი მსგავსი აღნაგობა აქვს და დიდი კუნთებით არ გამოირჩევა. საკას თამაშის სტილიც მომწონს. დემბელე და ბარკოლაც უნდა აღვნიშნო. თუმცა კვარაცხელიას მოძრაობის სტილი ჩემსას ყველაზე მეტად გავს. დიახ. დიდი მადლობა სტივ, ფეხბურთის ლეგენდასთან საუბარი სასიამოვნო იყო და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, ალექსანდრე.